დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. კოქსართროზი. კოქსართროზი ანუ ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზი დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სასახსრე ხრტილის თანდათანობითი დაშლით და სახსრის ძვლოვანი სტრუქტურების ცვლილებებით. ეს იწვევს ტკივილს, მოძრაობის შეზღუდვას და სახსრის ფუნქციის დარღვევას. დაავადების მიზეზები. კოქსართროზის სუსტი მიზეზი ბოლომდე დადგენილი არ არის, თუმცა ცნობილია რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს მის განვითარებას. ასაკი. ასაკთან ერთად ხრტილი კარგავს ელასტიურობას და ხდება უფრო მკიფე, რაც ზრდის ოსტეოართროზის განვითარების რისკს. გენეტიკური წინასწარ-განწყობა. თუ თქვენს ოჯახში იყო კოქსართროზის შემთხვევები, თქვენ უფრო მეტად ხართ მიდრეკილი ამ დაავადების განვითარებისკენ. ჭარბი წონა. ზედმეტი კილოგრამები ზრდის დატვირთვას ბარძაყის სახსრებზე, რაც აჩქარებს ხრტილის წვეთას. ტრავმები. ბარძაყის სახსრის ტრავმებმა, მაგალითად მოტეხილობებმა ან დისლოკაციებმა, შეიძლება გამოიწვიოს პოსტტრავმული ართროზი. სხვა დაავადებები. ზოგიერთმა დაავადებამ, როგორიცაა თანდაყოლილი დისპლაზია ან ბარძაყის ცვლის თავის ნეკროზი, შესაძლოა ხელი შეუწყოს კოქსართროზის განვითარებას. გადატვირთვა. სახსრების ხშირი და გადაჭარბებული დატვირთვა, მაგალითად სპორტსმენებში ან ფიზიკურად აქტიურ ადამიანებში, ზრდის დაავადების განვითარების რისკს. კოქსართროზის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს თანდათანობით და პროგრესირდეს დროთა განმავლობაში. ძირითადი სიმპტომებია: ტკივილი. ტკივილი ბარძაყის სახსარში, რომელიც შეიძლება გავრცელდეს საზარდულის, დუნდულოს ან მუხლის არეში. ტკივილი შეიძლება იყოს მუდმივი ან პერიოდული, მწვავე ან კრუ. ის ჩვეულებრივ ძლიერდება მოძრაობისას და მცირდება დასვენების დროს. მოძრაობის შეზღუდვა. სახსრის მოძრაობის შეზღუდვა, რაც გამოიხატება ბარძაყის მუხლის, გაშლის ან ბრუნვის გაძნელებაში. კოჭლობა. ტკივილისა და სახსრის შეზღუდული მოძრაობის გამო სიარულის დროს შეიძლება განვითარდეს კოჭლობა. სახსრის გაშეშება. დილის შებოჭილობა, რომელიც გრძელდება 30 წუთზე მეტ ხანს. კუნთების სისუსტე. ბარძაყის ირგვლივ კუნთების სისუსტე და ატროფია. კრეპიტაცია. მოძრაობის დროს სახსარში ხრაშუნის ან კრახის ხმა. სახსრის დეფორმაცია. დაავადების პროგრესირებისას შესაძლოა განვითარდეს სახსრის დეფორმაცია. კოქსართროზის მკურნალობა მიზნად ისახავს ტკივილის შემცირებას, სახსრის ფუნქციის გაუმჯობესებას და დაავადების პროგრესირების შენელებას. მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე და სიმპტომების სიმძიმეზე. არაქირურგიული მკურნალობა. ტკივილგამაყუჩებლები. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, იბუპროფენი, ნაპროქსენი, დიკლოფენაკი. ისინი ამცირებენ ტკივილს და ანთებას. პარაცეტამოლი გამოიყენება ტკივილის შესამცირებლად, თუმცა ნაკლებად ეფექტურია ანთების საწინააღმდეგოდ. კორტიკოსტეროიდები გამოიყენება ინექციის სახით სახსარში ტკივილისა და ანთების სწრაფი შემცირებისთვის. ხანგრძლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული გვერდითი მოვლენების გამო. ადგილობრივი საშუალებები. კრემები და გელები შეიცავს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს ან კაპსაიცინს, რომელიც ამცირებს ტკივილს. გამათბობელი საშუალებები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და ამცირებენ ტკივილს. ფიზიოთერაპია. სავარჯიშოები აძლიერებს ბარძაყის ირგვლივ კუნთებს, აუმჯობესებს სახსრის მოძრაობას და ამცირებს ტკივილს. ულტრაბგერითი თერაპია ამცირებს ანთებას და ტკივილს. ელექტროსტიმულაცია აძლიერებს კუნთებს და ამცირებს ტკივილს. წონის კონტროლი. ჭარბი წონის შემცირება ამცირებს დატვირთვას ბარძაყის სახსრებზე. დამხმარე საშუალებები. ხელჯოხის ან ყავარჯნების გამოყენება ამცირებს დატვირთვას სახსარზე. ცხოვრების წესის შეცვლა. მოერიდეთ აქტივობებს, რომლებიც იწვევენ ტკივილს. იყავით ფიზიკურად აქტიური, მაგრამ შეარჩიეთ დაბალი ინტენსივობის ვარჯიშები, როგორიცაა ცურვა ან სიარული. გამოიყენეთ ორთოპედიული საცვლები, რომლებიც ამცირებენ დატვირთვას სახსრებზე. მედიკამენტების ჩამონათვალი არაქირურგიული მკურნალობისთვის. იბუპროფენი, ნაპროქსენი, დიკლოფენაკი, ცელეკოქსიბი, პარაცეტამოლი, კორტიკოსტეროიდები ინექციის სახით. ჰიალურონის მჟავა ინექციის სახით. გლუკოზამინი და ქონდროიტინი კომბინირებული პრეპარატები. ქირურგიული ჩარევა რეკომენდებულია, თუ არაქირურგიული მეთოდები არაეფექტურია და ტკივილი მნიშვნელოვნად ცვლუდავს ცხოვრების ხარისხს.
ბარძაკის სახსრის ენდოპროთეზირება, დაზიანებული სახსრის ხელოვნური პროთეზით ჩანაცვლება. ეს არის ყველაზე ეფექტური მეთოდი კოქსართროზის მძიმე ფორმების დროს. დროული დიაგნოსტიკა, რაც უფრო ადრე დაისმება დიაგნოზი, მით უფრო ეფექტური იქნება მკურნალობა. ექიმთან კონსულტაცია, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს, თუ გაქვთ კოქსართროზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. მკურნალობის გეგმა, დაიცავით ექიმის მიერ რეკომენდებული მკურნალობის გეგმა. აქტიური ცხოვრება, შეეცადეთ შეინარჩუნოთ აქტიური ცხოვრების წესი, მაგრამ მოერიდეთ გადატვირთვას. წონის კონტროლი, აკონტროლეთ წონა, რათა შეამციროთ დატვირთვა სახსრებზე. რეგულარული ვარჯიში, გააკეთეთ რეგულარული სავარჯიშოები, რომლებიც აძლიერებს კუნთებს და აუმჯობესებს სახსრის მოძრაობას. კოქსართროზი არის ქრონიკული დაავადება, რომლის მართვა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდებით. მკურნალობის მიზანია ტკივილის შემცირება, სახსრის ფუნქციის გაუმჯობესება და დაავადების პროგრესირების შენელება. დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.